მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ყოველკვირეული რუბრიკა „კითხე ფსიქოლოგს“ და მე ვარ ახოჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. თქვენ მიგზავნით თქვენ შეკითხვებს პირად მიმოწერაში ჩემს Facebook page-ზე, ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე. თუ არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი სასარგებლო მასალა ღია თამაში. წერთ შეკითხვებს, შეგიძლიათ მომწეროთ იქ პირადში შეკითხვები, აბსოლუტურად უსაფრთხოდ, ანონიმურად და შემდეგ მე ესეთი ვიდეო ფორმატით უპასუხებ ხოლმე თქვენს შეკითხვებს. ერთი რამე გახსოვდეთ, რომ ზუსტად ის შეკითხვა, რომლის დასმაც გერიდებათ ყველაზე ძალიან, შეიძლება გახდეს თქვენი ფსიქოლოგიური გაჯანსაღების და თქვენი ცხოვრების ხარისხის ზრდის გასაღები, ამიტომ გამომიგზავნეთ შეკითხვები და ვეცდები ყველანაირად, ასე ვთქვათ, განვიხილოთ თქვენი პრობლემა, გიპასუხოთ და შესაძლოა მოგცეთ კმედითი რეკომენდაციებიც კი. აბა დავიწყოთ დღევანდელი შეკითხვების განხილვა. ესე იგი, პირველი შეკითხვა. სალამი, არსებობს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკის დადგენა. კი ბატონო, ერთი მიმართულება ეს არის ის ფსიქოლოგები, რომლების მუშაობის სპეციფიკაც არის განვითარების ფსიქოლოგია და მათ ზუსტად იციან რა ასაკში, რა ტიპის გონებრივი უნარები უნდა ქონდეს ჩამოყალიბებული ადამიანს. და შეგიძლიათ მიმართოთ ასეთ სპეციალისტებს, გაიაროთ მათთან ტესტირებები, კონსულტაცია და დაადგინოთ, ასე ვთქვათ, შეესაბამება თუ არა თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი იმ ასაკს, რომელიც გიწერიათ დაბადების მოწმობაში. მეორე მიმართულება ეს არის ფსიქოთერაპია, როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ მაგალითად ცხოვრების რაღაცა სფეროში ადამიანი იქცევა ბავშვურად, არაადეკვატურად, ან ხდება უძლური, ან ხდება უუნარო. რატო? იმიტომ რომ მისი ცხოვრების სხვა სფეროებს მართავს, ასე ვთქვათ, მისი პიროვნება და ცხოვრების აი ამ სფეროს, სადაც აი ესე პათოლოგიურად კი არა და დეფორმირებულად იქცევა, მართავს მისი პიროვნების ის ნაწილი, რომელიც ასაკში არის ჩამორჩენილი და ამიტომ იქცევა ბავშვივით, ან არაკომპეტენტური ადამიანივით, ხო გამოუცდელი ადამიანივით. რატო შეიძლება პიროვნების რაღაცა ნაწილი გაჩერდეს ზრდაში? პირველი ეს არის ნეგატიური შთაგონებები. მაგალითად, გოგოს დასცინოდნენ მაშინ, როდესაც ის ქალად ყალიბდებოდა და მას გაუჩნდა დისკომფორტი საკუთარი ქალურობის მიმართ. სადაც 11-12 წლის ასაკში, ასე ვთქვათ, მისი ქალურობის ზრდა ფსიქოლოგიურ ასაკს გულისხმობ, გაიჭედა. ან მაგალითად რაღაცა ასაკში ადამიანმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, ან კიდევ რაღაც და შესაბამისად შემდეგ პიროვნების ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მაგალითად პირად ცხოვრებას და არის 12 წლის. ხო, ბუნებრივია, რომ ადამიანს გაუჭირდება ჯანსაღი პირადი ცხოვრების აწყობა ესეთ პირობებში. ბუნებრივია ფსიქოთერაპია ამ, ასე ვთქვათ, მინუსებს ასწორებს ძალიან სწრაფად და მარტივად, თუ ამის საჭიროება დგას. აი ესეთ პასუხი შემიძლია მოგცეთ. მეორე შეკითხვა. გამარჯობათ, მე ვუყურებ თქვენს ვიდეოებს არხზე, რომ დებთ კითხვებზე პასუხებს. და მაინტერესებს ასეთი რამ, სასწავლებლად სურს წასვლა უცხოეთში. თითქოს ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა და წავიდე, მაგრამ რაღაც მაკავებს და ვერ ვუშვებ გონებაში თითქოს, რომ მე წავედით ჩემი ქვეყნიდან. არადა სურვილი მაქვს უცხოეთში წასვლის. თქვენ შეკითხვიდან ჩანს, რომ თქვენი ორჭოფობის ჭეშმარიტი მიზანი, უბრალოდ მიზეზი თქვენ თვითონაც არ გაქვთ გაცნობიერებული. მე გირჩევ გააკეთოთ ესეთი რაღაც. ეს რაღაც საღამოს ჩამოწერეთ უცხოეთში წასვლის ყველა პლუსი და მინუსი და საკუთარ ქვეყანაში დარჩენის ყველა პლუსი და მინუსი. შემდეგ დასაძინებლად რო წახვალთ, თქვენი ქვეცნობიერი დაამუშავებს ამ ინფორმაციას და შემდეგ კი სავარაუდოდ 2-3 დღის განმავლობაში ნელ-ნელა წამოგიტივტივდებათ ისეთი აზრები, ან გაგახსენდებათ ისეთი რაღაცეები, რაც თქვენთვის ნათელს გახდის თქვენი ორჭოფობის რეალურ მიზეზს. და აი ეს ძალიან გაგიმარტივებთ, ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ თქვენი ინფორმაცია უფრო სრული გახდება. და რაც უფრო სრულია ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობით ჩვენ ყებულობთ გადაწყვეტილებებს, მით უფრო დიდი შანსია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება აღმოჩნდება სწორი.
გარდა ამისა, როდესაც გაიაზრებთ ორივე ვარიანტის პლუსებს და მინუსებს, გაიხედეთ რამდენიმე წლით წინ, 1 წლით, 3, 5, 10 წლით წინ, ხო, როგორ იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე, თუ წახვალ, თუ ცხოეთში სასწავლებლად, მაგალითად შემდეგი 10 წლის პერსპექტივაში და თუ დარჩებით საქართველოში, თქვენს ქვეყანაში, აი აქ, ასე ვთქვათ, რა მოხდება შემდეგი 10 წლის პერსპექტივაში თქვენს ცხოვრებაში. ეს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ, ანუ შორი ჰორიზონტები გაიაზრეთ ცოტა. თუ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივი იქნება. მესამე შეკითხვა. პარტნიორი ძალიან ეჭვიანია, არ ვიცი რამდენად ნორმალურია ქორწინებაში, ჯერ არ ვარ, როცა ცოტა მაშინებს ეს ამბავი. ოკეი, თუ ძალიან ეჭვიანია, თუ ამ ეჭვიანობას ადამიანი გამოხატავს საშიში ფორმებით, ფსიქოლოგიური დათრგუნვის, თუ გიჩნდებათ შიში, ამ დროს წყენა, თუ დაკარგეთ სილაღე, ხო? თუ ეს ფიზიკურადაც არის საშიში, ამას აქ ადევნების ფორმები, თვალთვალის. ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გქონდეს ფსიქიატრიულ აშლილობასთან, ხო? და ადამიანი იყოს დაავადებული. გარდა ამისა არსებობს ინდუცირებული ეჭვიანობაც, ამ დასწავლილი ეჭვიანობაც, რომელიც ესეთი მძაფრი ფორმებით იშვიათად ვლინდება ხოლმე და ფსიქოთერაპიული მუშაობით, ასე ვთქვათ, იხსნება. და ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანი ვერ აკონტროლებს ამ ეჭვიანობას, ხო? დაფიქრდით სხვა რაღაცეებში კიდევ რას ვერ გააკონტროლებს მის ცხოვრებაში, ანუ საკუთარ თავს ბოლომდე თუ ვერ ფლობს, ეს თვითკონტროლი თუ არა აქვს ჯანსაღი ფორმით, დააკვირდით კიდევ წვრილმა ნებს მის სხვა არა მარტო თქვენს მიმართ, აი მის ცხოვრების სხვა სფეროებსაც დააკვირდით სადაა კონტროლი გაქცეული მარტივად რო ვთქვათ საკუთარ თავზე. ამიტომ შემიძლია გირჩიოთ თირამე რომ არ იჩქაროთ. დააკვირდით ამ სიტუაციას და იღავით ფრთხილად. მაინც ყოველი შემთხვევისთვის სანამ ზუსტად არ გაერკვევით, რასთან გაქვთ საქმე, ხო, პათოლოგიასთან თუ რაღაც დროებით ემოციურ პრობლემასთან. მეოთხე შეკითხვა. რატომ ხვდები სულ კონფლიქტურ სიტუაციებში? იმისათვის, რომ სულ კონფლიქტურ სიტუაციებში მოხდე, ან კონფლიქტების პროვოცირება მოახდინო, თან ისე რომ შენ თვითონაც ვერ ხვდები როგორ, საამისოდ შენ თვითონ უნდა იყოს შინაგანად კონფლიქტური. ანუ შენი პიროვნება უნდა იყოს გახლეჩილი სხვა ერთეულებად და ესენი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები. შინაგანი კონფლიქტების მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ ესეთი მაგალითად. გინდა თავისუფლება, სილაღე და იძულებული ხარ იმუშაო რაღაც სამუშაოზე, რომელიც არ მოგწონს, იმიტომ რომ უნდა იშოვო ფული, რომ რაღაცა ჭამო ან შენ შვილებს აჭამო, ხო? ან მაგალითად შენი მეუღლე და შენი დედა ერთმანეთს ვერ იტანენ და შენ გინდა ერთის მხრივ იყო კარგი შვილი, მეორეს მხრივ კარგი მეუღლე და მოკლედ შენში ეს ომია გაჩაღებული. ესეთი შინაგანი კონფლიქტები ქმნის შინაგან დაძაბულობას, რომელიც მერე აგრესიად გადმოინთხევა ხოლმე. ეს აგრესია არის ხანდახან პასიური, ხანდახან აქტიური ფორმებით, ხო? და შესაბამისად, ესეთი შინაგანი კონფლიქტების მატარებელი ადამიანები ძალაუნებურად გაუცნობიერებლად ხვდებიან ესეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, ან იზიდავენ ესეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ან აპროვოცირებენ გაუცნობიერებლად სხვა ადამიანებს აი ესეთ კონფლიქტებს. ამიტომ აქ ამ შემთხვევაში ხსნა დევს იმის გარკვევაში თუ რა შინაგანი დაპირისპირებები გაქვთ და ასე ვთქვათ რაღაცნაირად შინაგანი ჰარმონიის აღდგენაში, შინაგანი მთლიანობის აღდგენაში. ბუნებრივია იდეალური იქნება თუ საამისოდ ფსიქოთერაპიას მიმართავთ. სხვა შორის ფსიქოთერაპიაზე, ვისაც გსურთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოსვლა, შეგიძლიათ ჩემს page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე პირად მიმოწერაში მომწეროთ ამის შესახებ. ჩემთან კონსულტაციები გრძელდება საათიდან საათნახევრამდე და როგორც წესი, ერთი ლოკალური პრობლემა ძალიან ხშირად ერთ კონსულტაციაში გვარდება ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება 2-3, ხო? თუ ეს არის რაღაცა გლობალური პრობლემა და ძალიან დიდი კრიზისი, როგორც წესი, მალე ხდება ხოლმე ადამიანის გათავისუფლება ამ პრობლემისგან, ამიტომ მომწერეთ. მეხუთე შეკითხვა.
დავიღალე ერთი და იგივე საქმით და მხოლოდ ფულის გამო მუშაობით. როგორ შეიძლება ძველი მოტივაციის და ენერგიულობის დაბრუნება? სამსახურიდანაც ვერ მოვდივარ, შემოსავლის გარეშე ვერ დავждებ. საინტერესო შეკითხვაა. ეს არის კლასიკური შინაგანი კონფლიქტი მინდასა და უნდას შორის, ხო? უნდა ვიმუშაო ამ სამსახურში, იმიტომ რომ შემოსავლის გარეშე ვერ დავრჩები. ამ დროს მინდა შეიძლება სულ სხვა რაღაცეებით და ესენი ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, ეს შინაგანი ასპექტები ერთმანეთთან არიან მოსული დაპირისპირებულ მდგომარეობაში და n რაოდენობით ენერგია იხარჯება ზუსტად აი ამ შინაგან დაპირისპირებაში და არა საკუთარი ცხოვრების პროდუქტიულ შენებაში. აქაც ხსნა დევს იმაში, რომ ასე ვთქვათ, აი ეს შინაგანი მთლიანობა აღვადგინოთ. შეგიძლიათ სადოთ ესეთი რაღაც დაიკავოთ ესე ხელი თქვენს წინ, შეხედოთ ხელის გულს და წარმოიდგინოთ, რომ ეს არის რაღაც ჯადოსნური სარკე და ხელის გულზე ხედავთ საკუთარ თავს, საკუთარ გამოსახულებას, რომელსაც მაგალითად უნდა სხვა საინტერესო რაღაცეების კეთება, ხო? ეს დაიკავეთ ეს ხელი ეს. მე მეორე ხელიც აწიეთ ესე ჰაერში, შეხედეთ მეორე ხელს და წარმოიდგინეთ, რომ აი აქ არის თქვენი მე, რომელსაც უნდა დარჩეს აი ამ სამსახურში, ხო? შემდეგ დააკვირდით ეს ამათ როგორ შეუულიათ ერთმანეთის შეავსონ. აი მაგალითად მე, რომელიც მუშაობ იმ სამსახურში, სადაც უნდა ვიმუშაო, მაგალითად მას გააჩნია დიდი ნებისყოფა, ხო? სხვანაირად ვერ იმუშავებდა ამდენი ხანი. აი მეორე მე შეიძლება გააჩნია ინსპირაცია, შემოქმედებითობა და ასე შემდეგ. შემდეგ აიღეთ აი ესე მიიტანეთ ხელები ერთმანეთთან, თვალებით დახუჭეთ და დააკვირდით შინაგან პროცესებს და გეჭიროთ აი ესე ხელები და თვალი კონდეთ დახუჭული იმდენ ხანს, სანამ არ იგრძნობთ, რომ შინაგანად რაღაცა ომი დამთავრდა და გეგონება რაღაცა მოგიშვათ და მოდუნდით, ან სანამ არ დაინახავთ საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, ახალ ვერსიას, რომელსაც ძალუძს თქვენ ცხოვრებაში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც მას, ასე ვთქვათ, მიცემს საშუალებას, რომ ერთდროულად შემოსავალიც ჰქონდეს და თავისი შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, ზრახვები, იმპულსები, ჩანაფიქრებიც განახორციელოს. სხვა შორის 3 მაისს მე და კეთი ოდიშელი ვიწყებთ ფინანსური ზრდის მარათონს, სადაც ასე ვთქვათ, მოგაწვდით ყველანაირ ცოდნას, ტექნიკებს, დიაგნოსტიკის ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ ფინანსების თემა ერთხელ და სამუდამოდ ჩახუროთ თქვენ ცხოვრებაში, ხო? ანუ ისეთნაირად დაალაგოთ საკუთარი გონება, გარემო, ისეთნაირად დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, რომ წლიდან წლამდე თქვენი ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდებოდეს და უმჯობესდებოდეს, იმიტომ რომ ფინანსური ზრდის მარათონი, აი ეს რომელსაც ახლა ჩავატარებთ 3 მაისს, ამას ვატარებ რამდენიმე წელია უკვე და აი არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველ წელს მოდიან ამ მარათონის გასავლელად და ამბობენ, რომ აი წლიდან წლამდე სულ იზრდებიან ფინანსებში, იმიტომ აღარ მოდიან რაღაც ფინანსური პრობლემები აქვთ, იმიტომ მოდიან, რომ ეს გონებას ისე კარგად ხსნის. შესაბამისად, ერთი ფინანსური პრობლემების უფრო სწრაფი მოგვარების უნარი გიჩნდება და მეორე ფინანსური მიზნების უფრო სწრაფად მიღწევის უნარები გიჩნდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ მარათონზე, შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე პირად მიმოწერაში და მე მოგაზრდით ყველა ინფორმაციას მარათონის შესახებ და ასევე იმის შესახებ თუ როგორ დარეგისტრირდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო შეკითხვები თქვენს მიერ გამოგზავნილი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის ის უსაფრთხო სივრცე, სადაც შეგიძლიათ უსაფრთხოდ დამისვათ ნებისმიერი შეკითხვა თქვენთვის პრობლემურ თემაზე და მიიღოთ ჩემგან პასუხი და შესაძლოა ქმედითი რეკომენდაციაც, ამიტომ მომწერეთ, გამიზიარეთ თქვენი პრობლემები და აუცილებლად გიპასუხებთ. ნახვამდის.